დევიწყოთ ნიკო? დავიწყოთ. მოგესალმებით. გამარჯობათ. ჯიმი ნიკო, ქორი. როგორ ხარ ნიკო? არა მიშავს. ქართული თარგმანი არ მაქვს წაკითხული 12-ის კამის და ოქროს კერპის. სერიოზულად? რუსულად წავიკითხე ბევრჯერ და ქართულად აღარ წავიკითხე, რა ვიცი. ხო, იმიტომ რომ ქართულადაც ხშირად გამოცემდნენ და დიდი ტირაჟით გამოცემდნენ და თან კარგი თარგმანიც იყო მე. ორიგინალი ჯობია ალბათ, ანუ არ ვიწუნებ თარგმანი არ წამიკითხავს, მაგრამ მაინც პირველია. იქ არის რა ოქროს კერპში ოსტაპი ბრუნდება და დაბრუნდა რუსულად არის პახნუში წილონკამ. კაი ხასიათზე ჩამოვა, კავკასიაში იყო და წილონკამ არა, ბარაშკამ. ბარაშკამ, ხო. და ბატკნის სუნი ასდიოდა, იმიტომ რომ ღვინოდა ბატკანი ჭამა საქართველოს. მოკლედ სევილიაში ვიყავი და ჩამოვედი 2 დღის წინ და მართალია ტაპასის სუნი არ ამდის. პირველად ვიყავი ესპანეთში, კი. გავიმარჯვე თან. ზოგადად ესპანეთში? ზოგადად ესპანეთში პირველად ვიყავი, თან ესე გადაცემა პრესინგში გავიმარჯვე ჩვენი ძმების, დედების, ქვედამეზობლების და ძალიან აქვთ მშვიდობა აქვთ ევროკავშირში და ევროპებში? იცი რა. რა შეამჩნია ნიკო? გეტყვი რა შეამჩნია. ფეხბურთის მაჩზე დასაწყებად წავედი და საიდუმლოა რომ დიდი ტიფოზი არა ვარ, ესპანელ ფანებს რა ქვიათ, ხო არ იცი. ეს იტალიელები არიან ტიფოზები, მაგრამ რაღაც. ერთი დღე ვიცხოვრე ფეხბურთით. ბეტისი ვალენსიას დერბი იყო და რომ გამოვედით დილიდან მთელი ქალაქია ეს ბეტისის თამაში რახან იყო ყველას მწვანე თეთრი მაისურები ეწოს სულ ყველას. და ესე მეტი არაფერი არ ხდებოდა ქალაქში, სადაც მიხვიდოდით, დადიოდა ფეხბურთის მაისურებიანი ხალხი. მე წავედით ფეხით სტადიონზე, გზად რაღაცა ერთი პატარა ლუდი დავლიეთ. სერანიტოს სენდვიჩი ვჭამეთ, რომელიც ეს აუცილებლად მე ვჭამაო და არ იყო კარგი, ანუ იმ კონკრეტულ ადგილას არ იყო ალბათ კარგი და ისე ალბათ არ აუშავს. 67,000 კაცი ესწრებოდა. დიდი სტადიონი იყო. კი, 67,000. 2-2 დასრულდა, 2-0 ვიგებდით, ბეტისისკენ ვიყავით ჩვენ და მე მეორე ტაიმში შემოგვიტრიალა სევილიამ და 2-2 გახდა. კარგი ის იყო, რომ ორივე სადაც ვისხედით, ჩვენ წინ გავიდა გოლი და დავინახეთ. აჰა. თან ეს არის ახლა 4 გოლი ერთ თამაში, იშვიათი გამართლება. ზე იყო, აცხუნებდა, საღამოს გრილოდა. გრილოდა. იყო. ეგრე არ გამიზომავს, მაგრამ ნუ თქვა შუა დღეზე მაისურით ვიყავი გამოსული მოკლე სახელოებიანი და სევილია ისედაც ხედი მხარ. და ვიფიქრე რომ თავი არ დამეწვას, თქო გადაპარსული და არ შენიშნებ თუ არა ეს თმა არა მაქვს და სევილიელი დაღა. სევილია მე თვითონ ვიყავი და სევილიელი და და რაღაცებს უყურებ რეგიონი ანდალუსიის რეგიონია მოგეხსენებათ თურმე ცნობილი ყოფილა ტაპასით და სულ მაინტერესებდა ტაპას რა არის და გამოაჩინე რომ არაფერიც არ არის ანუ ზომა არის კერძის უფრო ვიდრე რამე სხვა ანუ ტაპას რო აიღებ პატარა ტიპები მოდის და მე იგულისხმება რომ ცოტას ყველა შეჭამს ეს ტაპას შეიძლება იყოს ყველის თებში შეიძლება იყოს რომ მქონდეს და შეიძლება სოუზი იყოს ხარის კუდის და აი საჭმელები იყო მე გამიშდა შეკითხვა და უფრო მაყურებელთან მაქვს იმიტომ რომ ცოდნი ადამიანი იქნება ჩემზე ვინმე მაგრამ შეიძლება შენ ცოდე კუდს რატო არ ჭამთ ხარის ან ძროხის ხო, არ ვიცი. იმიტომ რომ ყველგან სხვაგან არის ხოლმე. ინტერესით მიყურებია მე ამ იმეებში, რილსები და ის როგორ ამზადებენ, რო ხარშავენ და რო ჭრიან და რაღაცა. ხო, უამრავი ისაა. კულინარიულად არის არტყლა. ანუ გავს კიდევაც იგივე ტიპია, იგივენერად უნდა გააკეთო და თუ თქვა ხარის კუდის რეცეპტი წაიკითხე სადმე, შეგიძლია არტალა გამოიყენო ეგ და ზუსტად იგივე იქნება, ну ცოტა სხვანაირი. მე ეს არტალა მიყვარს და ესეც. კაი, იმას შევჭამ, მაგრამ ვაგდებთ ამ კუდებს თუ რას უშვებით, იმიტომ რომ თუ არ გადა უფრო წვრილი კუდები აქვს ჩვენსას. არ ვიცი, ყველგან ჭამენ. ჩვენც ახლა ზიზღიანი ხალხი არა ვართ, შლიქებსაც ჭამთ და ყველაფერსაც მენუდო ჭამე კიდე, იმიტომ რომ სულ მაინტერესებდა. მენუდო არის იმათი ხაში. ესპანური უბრალოდ ხაში არ არის, მაგრამ ფაშვისგან არის დამზადებული და წითელ соуსში უფრო რა წვნიანი არ არის? წვნიანია, მაგრამ სუპი არ არის, უფრო რა თუ სუპია. აი ისაა. მე ხوار წაუმეგრულ კუჭმაჭებს. კუჭმაჭი ბევრად უკეთესია. ანუ ეს სველი საჭმელია, მაგრამ გემოვნებითი თვისებები. კუჭმაჭსა და ხაშ შორის. ხო, ну კიდევ ერთხელ ერთი ცალი ვჭამე იქ, მაგრამ შეკმაზული როგორ არის? ისე რა. ანუ აი ეგ ბევრი საანელებელია თუ? ხო, ხაშს ნუ ნიორი და მარილი და კუჭმაჭს არა, მაგრამ ნუ მე უზამ შენით როგორც გინდა და ის რავი იყო რა, მაგრამ ვაიმე ვინოხერი, რასისურელიც კარგი იყო და რასაც თვალშისაცემი რაც იყო, აი თქვა განსხვავებები ერთი რომ საღამოს რო გამოდიხარ, საღამო 5-6 საათია. ყველა გარეძის და პატარა ლუდებს სვამენ ხოლმე, ესპანური ლუდი არ არის ცნობილი. ლუდის დამფასებლებს შორის, მაგრამ
ჩვეული პორცია არის 0.3-იანი, პატარა არის, რომ ცივი იყოს. რამდენი 0.3? ხო, შეიძლება უფრო პატარაც. იცი რა, პატრიოტსნად გაკეთებული ლუდი ახლა შეიძლება რაღაც განსაკუთრებული არ იყოს და ის, მაგრამ დაილევა ყველა. ყველა იჯდა გან, ყველაში გულისხმობ რა, შუახნის ხალხი, ჩვენი სასტუმრო ფლაცენში არის, ყო კაი ადგილას იყო, მაგრამ რომ გამოდიოდი, ეთყობოდათ, რომ ტიპებიან კომბინეზონში იყვნენ დალაქებული, მუშები იყვნენ. ისხნე, აი ყველა გარეთ იყო და რაღაც აი დემოკრატიული მომენტი მომეწონა ძალიან. კიდე შემდეგი დაკვირვება, რომ გარეთ საფერფლეების კულტურა არ ქონდათ საერთოდ. ნუ ყავის დასალევად რო დავჯექი, გარეთ რო ზიხარ, ეწევა ყველა. საფერფლე არსად არ არის, ძირ საფერფლებენ და აგდებენ და მეც ახლა განსაკუთრებული წესრიგის დამცველი ადამიანი არა ვარ, მაგრამ ვერ მივეჩვია მაგას, რომ შევედი მე ვაგდებდი და არა. ასევე სევილიაში როგორც ჩანს, იქაური ნოუ-ჰაუ არის. ნაგვის ყუთები, მაგიდის ფეხი, ანუ 4 ფეხი ხო აქ, ერთი ფეხი იყო ნაგვის ყუთში ჩადებული და იქ ჩააგდებდი რაღაცებს, რო არ წაიღო ქარს, I guess. რა ჭკვიანურია, ქარს, ქალს, კაცს, ხო შეიძლება ვიღაცა მან მიარტყას. ზოგი არის აგრესიული და ერჩის ამურნებს, ხო, აგერ დაჭეჭყილი და გაუგადურებული და ის. ფასებს რაც შეეხება, სულ არის ხოლმე. მე მშურდა ხოლმე Facebook-ზე ხშირად წერენ, რომ აი ევროპა როგორია, ფია და რა ვიყიდე 30 ევრო და რა ვიყიდით იმას საქართველოში და მე ხა ეს მარკეტში წასვლა რაღაცა ვერ მოვახერხე, მაგრამ ერთი დავაკვირდი, რომ სასტუმროდან ფეხი წავედი ცენტრში პირველ დღეს და 4-5 ადგილას შევედი, პატარა ლუდი დავლია და ერთი ცალი ტაპა ავიღე, რა რაღაც, რომ თქვი მრავალფეროვნება რაღაცა ისა და ის გზაზე ხედავდი ფასები როგორ იზრდებოდა, რაღაცაც 100 მეტრის მერე 1 ევროც ვიღირ და მანამდე რაც მანამდე ვიყიდე, მაგრამ შედარებათი ფასები იყო თბილისთან. ამბობენ რომ იქაურობა უფრო იაფიაო სხვა ევროპასთან შედარებით, მაგრამ იქ ვქოთ აი რაღაცა 2 კოქტეილი ერთი დამახსოვრა და იყო 15 ევრო. რაც გამოდის 45 ევრო, 3-ზე რო გაამრავლო 30 და 15. ხო? 45 ევრო. ხო, მაგრამ აქ ხო მაინც ეს ფასებზე ლარი, კაი, და აქაც იგივე ეღირებოდა კოქტეილი 25 ლარი ჩვეულებრივ. ხო, მაგრამ ფასებზე როცა ლაპარაკობ, ხო მაინც ყველაფერი ფარდობითი არის. შემოსავალი მაგის გათვალისწინებით, მეტომ ანუ 3-ზე ჩემთვის რაღაც გადასახადები გამეთვალა, მაგრამ ნუ იქ ხო, და ძალიან ჩიოდნენ, რომ ეს არისო ცხოვრების ფასმა გაიზარდა, ყველა ჩიოდა, რომ გაძვირდაო ცხოვრებაო. და იქ როგორც ხვდები ხელფასები შედარებით ნაკლებია, ვთქვათ გერმანიაში ან საფრანგეთში და ძალიან გძნობ თუ ამასო, მაგრამ ერთ-ერთი იქ ტიპი იყო, ვინც დაგხვდა ინგლისელი. და იმას ვეკითხებოდა, რომ თქვა აი ბინაში რა სიხდით ხო და ნუ აი ძალიან გამიძვირდა 2 წლის წინ ვიხდიდიო 500 ევროსო და ეხლა 750 ევროთი 40 ევრომდე გაძვირდაო, რაც ძალიან სერიოზული გაძვირებაა, მაგრამ მე ვფიქრობ სევილიაში ბინა 750 ევრო თვეში აქაც დაახლოებით ეგრე ხსოვდა. ხო, მაგრამ ყურე, ხო, მაგრამ შენ აქ ადარებ დედაქალაქს. იქ ახლა მადრიდში რა ეღირება, ხო წარმოგიდგენია. ხო მაინც ისე უნდა შეადაროა რა დედაქალაქს, იმიტომ რომ რუსთავისთვის რო შეგედარებია სევილია. ხო, მაგრამ ეგრე ვერ ადარებ რა, იმიტომ რომ ჩვენთან არის დედაქალაქი და იქ არის რამდენიმე ცენტრი არის. ხო, მესმის. ეს ანდალუზიის დედაქალაქია, ეგრე არ არის. რუსთავი ქვემო ქართლის რუსთავი უფრო ალბუკერკი არის ვინმე. ხო, ისა, ეს ჩვენი ფასების დამდგენდი კომისია ახლა რომ მოისმენს ნიკო ამ შენს იმას მიმოხილვას, მე მგონი გაუჩნდება სურვილი რომ ჩავიდეს იქ და იქაც გასვლითი სხდომა ჩაატაროს და გაარკვიოს. მაგრამ მოკლედ, იქ როგორ ებძვია ფასი. 2 დღე მქონდა და ის ერთ დღე ფეხბურთზე რო ვიყავი, რომ ფეხბურთით ვიცხოვრე. არ მოგწუდა ესა სპარსეთის ყურის ამბები და ტრამპის და ესპანეთის პრემიერ-მინისტრის გადაძახილები. წავედი სპეციალურად არ ჩავთე როუმინგი. არ წავიღე ლეპტოპი, რომ მეთქი აი გარეთ რო ვიქნები, არანაირი არაფერი ვიქნები, უცხო ხალხი დღე ვარ და იცოდი რომ დაგეწეოდა ეს სიგიჟე სამხ. სასტუმროში შევიდოდი, სადაც ცხადია რომ გულთან მივიტანე ახლოს, მაგრამ გაცილებით უფრო ნაკლებად ვიდრე აქ რო ყოფილიყავი, იმიტომ რომ მეთქი ახლა მე იმას ვერ უშველი ვერაფერს ვითარებას და მოდი ბარემ მზეში გავალ და ფორტოხლების ისინია ყველგან ხეები. რომ დეკორატიულია სადაჭამა. თელქალაქში რომ მიდიხარ, ხეები დგას და ზევით ფორტოხლებია ესე. ოღონდ პლასმასი არ არის, ის არის ბიოლოგიური ნაყოფი არის, ოღონდ არ არის თვითონ ისა გემრიელი. დეკორატიული ჯიში არის, გემრიელი არ არის, მაგრამ თელქალაქში ესე მიდიხარ და ხეები დგას და ბარემ ისეთი დაერგოთ რომ მოწყვიტო და შეიცნო ნაყოფი ხისა. ხენეშია თუ რაც არის. ხო, იცნობთ ბიბლიურად ხო გავიგეოცებ რომ შეიძლება მაგას კრძალავენ შუა ქალაქში რომ შეიცნო პორტუგალი. ხო, უცნაურია კი. ხო, და ნუ რა ვიცი. ის არა და ამბები იყო მთელი. ამბები იყო რომელია, კაცო, რა იქცა ქვეყანა ნიკო.
აგერ გადმოძახილი ის არა მარტო ის ემოციური და ის რომ დიდი ომი გაჩაღდა ჩვენს რეგიონში, არამედ რაღაც აი აზერბაიჯანში დრონებმა მოაღწია, სხვა დრონებმა იქ აფხაზეთში. ანუ ყველაფერი როგორ და რაღაც აზერბაიჯანისგან რა უნდათ ახლა ნახიჩევანში ამერიკელებიდან იქ თუ რა ვიცით სხვათა შორის ამ მედიაში ხო მოხდა ეს ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენი. ეს ნავთობსადენი დიდწილად გასული ნავთობი აღწევს ისრაელში. ახლა როგორი რაღაცაა ხო, როცა თავს იცავს სიტყვაზე და ცდილობ რაღაცნაირად მაქსიმალურად მეტი სუბიექტი ჩართო კონფლიქტში და გააფართო კონფლიქტი და ვიღაც ტიპებს აფიქრებიო რომ ნუ გავჩერდეთ შეიძლება ეს სტრატეგია არის არჩეული თორე არ ამგონია ახლა რომ მტრებს ეძებდეს კიდე აყავს სერიოზული მტრები ყველანი მოინტერა იმიტომ რომ მე ძირითადად უყურებდი მე დისკუსიებს რომელიც ჩვენს Facebook-ზე იყო იმიტომ რომ ეგ უფრო გულთან ახლოს მიმქვა უბრალოდ ის უფრო გულთან ახლოს მიმაქვს რა ვითარებაც არის მაგრამ ჩვენთან ახლოს უფრო ეს არის და წუწუნებ ხოლმე ხშირად მაგას მაგრამ ძალიან ნერვები მეშლებოდა იმიტომ რომ აი ეს პოლარიზაცია ხო მაგაზეც გადმოვიდა რომ თუ კითხვის ნიშანი დასვი მაშინ აიათოლას ნუტირი ცუდი კაცი იყო გვასწავლეთ ეხლა ნუ არავინ არ ამბობდა რომ კაი კაცი იყო და ეხლა რაც ჩაიდინეს იმა თავის ხალხის წინააღმდეგ მაგრამ შეიძლება გაგიჟდეს შეკითხვა რომ ეკონომისტში ვკითხულობდი დღეს სტატია იყო შეიძლება გუშინდელი სტატია იყო მაგრამ მე დღეს ვკითხულობდი რომ სამხედრო თვალსაზრისით ეს ოპერაცია არის ნაკლოდ დაგეგმილი როგორც მიმდინარეობს არის ნუ პოლიტიკურად რანაირად არის დაგეგმილი რაღაც არავინ არ იცის იმიტომ რომ ურთიერთ გამომრიცხავ სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ ამერიკის უმაღლესი პირები ან ამოცანა რა აქვთ ან მიზანი რა აქვთ ან რა უნდა ან როდემდე გაგრძელდება და მან არის ხოლმე მე შეკითხები რომ კაი როდემდე გაგრძელდება არ ვეტყვი იმიტომ რომ შეიძლება არ არის საჭირო რომ ვიცოდე მაგრამ რა გინდა თან რისი მიღწევა გინდა ჩვენ თუ არ გვავნები შენ ხალხს მაინც უთხარი იმიტომ რომ ეს ხო არ არის დემოკრატიული ქვეყანაა და რაღაც მომენტში ომში რომ თავ ქვეყანას არ აქვს მნიშვნელობა ვის წინააღმდეგ ეუბნები რომ აი ამას ვიზამთ და მე მოვჭებით ან არ მოვჭებით. იმიტომ რომ მე ვჩხუბობენ ხოლმე რომ აი რაღაც შენ ეჭვი გაქვს რომ ეს აიათოლების რეჟიმის საშინელება იყო და არა მაგრამ ნუ ეგრე შეგიძლია რომ ჩრდილოეთ კორეას დაესხას თავს ხო რომელიც ასევე არ არის კარგი რეჟიმი. თან მე მახსოვს ერაყის მეორე ომი. ანუ პირველიც მახსოვს მაგრამ ნუ მეორე უფრო კარგად მახსოვს და მახსოვს ჩემი დამოკიდებულება. მაშინ ამერიკაში ვწავლობდი და უფრო ისეთი ვიყავი ომისკენ ვიყავი იმიტომ რომ რაღაცეები ხო იქ უფრო საინფორმაციო სამზადისი ახლდა წინ და ეჭვი არა ხო რა იქ რატო ვესხვი თავს რომ აქ არის მასობრივი განადგურების იარაღი რომელიც მე აღმოჩნდა რომ ტყვილი იყო არ ქონდათ და ნუ თუ რაღაცა ვიღაც კითხვები გაუჩნდებოდა მეც იქიდან ვიყავი რომ სადამ ჰუსეინი ანუ სისხლის მსმელი ტიპი ყავდა ქიმიკალ ალი რომელიც ქიმიური გასუყო საშინელი რეჟიმი ანუ აუტანელი ხალხი ყავს დახოცილი უამრავი და ამიტომ მეთქი შეკითხები არ დასვათ საჭირო არის მოაძრობენ მაგას და მე უკეთესი იქნება ერაყისთვის. აი ამას რომ არ იყო უკეთესი არავისთვის საერთოდ. და ერთ-ერთი თვითონ ეხლა ვინც ხელისუფლებაში არის ამერიკაში ისინიც ძალიან ხმამაღლა აკრიტიკებდნენ რესპუბლიკელები არიან ორივენი მაგრამ ერაყის ომის წამოწყებას რომ რა შედეგი მოყვა ამას რომ ისლამური სახელმწიფო მივიღეთ და ძალაუფლების ვაკუუმი და ასე შემდეგ. აქ თუ არის პოლიტიკური გეგმა რომ რა გონიათ რომ მე რა მოხდება იმედია რომ არის და იმედია რომ არის მიმართული რომ გამაგრდება და სტაბილური იქნება იმიტომ რომ ჩვენზე უფრო არავის არ აწყობს წესიერი მეზობელი ირანის სახით რო გქონდეს ეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კავშირები რომელიც ხშირად გქონდა ანტაგონისტური დამოკიდებულება მაგრამ ნუ აი რაღაც ისტორიის სიღრმეებში მივდივართ რაღაც კულტურული გაცვლა გამოცვლი და ხან ისინი შემოიჭრებოდნენ ხან ჩვენ რაღაცა უფრო მოსვლა იყო ისლამოსლა მაგრამ ნუ მაგის იქით ახლა თუ ირანელი ვინმეს გინახავთ და გილაპარაკია ძალიანადულად გაუგვებ ერთმანეთს ახლა მიუხედავად იმისა რომ შეიძლება მუსლიმი იყოს შენ მართლმადიდებელი იყო რაღაცა მაგრამ სახეზეც გავართ ხოლმე ერთმანეთს და რომ დაველაპარაკებ რაღაცნაირი მონათესავერია სულს ვამბობ არ ვიცი მაგრამ ხო იცი რა არის სხვის ომში ყველა ბრძენი არის ახლა ჩვენთან ძალიან უყვართ ამ იმას და თამაშივით არჩევენ ხო ну ძალიან ისეთი არის ძალიან დიდი და ფართო მასშტაბის კონფლიქტი არის და
კაცმა არ იცის ახლა შენ რო ამბობ რომ ეს გეგმა ესე ხო რავი შეიძლება მილიონი მოსაზრება არსებობდეს რის გამოც შეიძლება არ გაამხილონ და არ თქვან რას აპირებენ ხო იმიტომ რომ ესე მარტივი არ არის რომ მართლა სერიოზული მხარეები არიან ჩართული დაპირისპირებული და რაღაცა ანუ ერთად ბოდიში ბევრი ვილაპარაკე და მშვენიერა ცხადია რომ ოპერაციული დეტალები ან რა როგორ გაგრძელდება შეიძლება არავის არ უთხრან და სამხედრო საკითხი იყოს ასევე ამერიკის იმას ჩვენ რო რამე გითხრას მაგის ვალდებულება შეიძლება არ აქვს მაგრამ თავის ხალხს თვითონ რა უთხრან რა ხო ამერიკა არის ომში ჩართული რომ ამის გამო ჩავერთეთ ამას გავაკეთებთ აქამდე იქნება რაღაცა ხო მაგრამ ხო თქვა ეგ თავიდანვე რომ ისა დაასუსტოს რეჟიმი და ხალხმა აიღოს ძალაუფლება ხელში და ამ ფორმით ანუ სამ ხალხი ძალაუფლებას ხელში არ აიღებს მანამდე გაგრძელდება იცი რა არის ეგეც თქვეს და სხვა რამეების მე რო თქვეს რომ აი ისა ატომური საფრთხის გამო რომელიც ეხლა არ ვიყო 2 თვის წინ იყო რომ გავანადგურეთო თქვეს ხო მაგრამ ნუ მე რა შეიძლება გაანადგურეს და არასორი ინფორმაცია ქონდათ და მართლაც არის ეს საფრთხე და ნუ არც თვითონ ხო არ უარყოფს ეს თვითონ ქვეყანა რომ აპირებს და ხო არ შეუძლია ეს გეგმები რომ ის ისრაელის განადგურება სიკვდილი ამერიკას ეს ხო ყველაფერი ძალაში რჩება ხო მე რისი თქმა მინდა იცი სხვის ომში ყველა ბრძენია და უამრავ მოსაზრებას მოისმენ მათ შორის კომპეტენტურსაც და არაკომპეტენტურსაც მიამიტურსაც და რაღაც ეგეთებსაც ხო და აი ჩვენს ვაჟა თავბერიძეს აქვს ჩვენ საიძე არის ძალიან საინტერესო ვრცელი ინტერვიუ ირანი აი ესეთ სათაურით ირანი ახლა ჰგავს სახლს რომელსაც სახურავი აღარ აქვს მაიკლ ნაიტსთან ხო ეს არის ვრცელი ინტერვიუ ეს არის ეს კაცი არის ესე იგი კონფლიქტების მკვლევარი წლების განმავლობაში დასავლური და არაბული მთავრობების მრჩეველი რომ მოისმენთ კი არა უბრალოდ წაიკითხავთ მიხვდებით რომ ძალიან კომპეტენტურია და რაღაც სცენარებს განიხილავს როგორ შეიძლება დასუსტდეს რა დონემდე და მე როგორ გაუმკლავდეს ამას ან ისრაელი ან ამერიკა ან თვითონ ირანი რას იზავს ხო ეს საინტერესო ამბავი არის და ხო მე როცა ისა უყურებ ამ ამბავს და უსმენ ხო ნუ ახლა ვცდილობ რომ უფრო ჭკვიან ხალხს მოусმინო ვიდრე მე გამოვთქვა აზრი ახლა ჩემს გამოთქმულ აზრს ახლა აი მილიონი ადამიანი რო იტყვის და აი მილიონი რაღაც არის ხოლმე კომენტარებში რომ ერთ და იგივეს რო წერენ ან ლანძღავენ იმის სტატუსის ავტორს და შენ 1000 მე ერთე რო ხარ და შენც რატომღაც ისე სრული გაგიჩნდეს და იგივე დაწერო ხო ეგეთი ამბავი არის ჯობია მოусმინო და მე დაფიქრდე ხო აი ვინ რა თქვა და როგორ თქვა რა ვიცი მე ჩემი აი ესეთი ძალიან ჩვეულებრივი ადამიანის და არასპეციალისტის დამოკიდებულება ესეთი არის როდესაც აი რეჟიმი არის თვითონ სასტიკი არაადამიანური და ადამიანის ჩაგვრაზე მომართული ძირითადად ამით პოზიციონირებს ხო თავის საზოგადოებასთან ურთიერთობისას და ამას არც მალავენ არც ისასტიკეს ჩვეულებრივი ამბავი არის ქუჩაში ადამიანის მკვლელობა პოლიტიკური ან სხვა რაღაც მოსაზრებების გამო ხო სადაც ნუ ახლა მესმის რომ კულტურები არის და თავიანთი წარმოდგენები აქვს სამართლიანობაზე მართლმსაჯულებაზე და იმაზე მაგრამ ნუ მე ხო არ მივდივარ და იქ არ ვერევი ჩემი დამოკიდებულება მიჩნდება ხო აი ასეთი რეჟიმები იმსახურებს ყველანაირ დამოკიდებულებას ხო გასაგებია რომ საზოგადოება არ უნდა დაზარალდეს ან ნაკლებად დაზარალდეს გარედან ჩარევის დროს რაღაც სხვა ტიპის ლეგიტიმაცია ჭირდება ყოველთვის და სულ რჩება კითხვები მაგრამ ის რომ საერთოდ აი უბრალოდ რაღაც ჯგუფი ადამიანების მოერია დიდ საზოგადოებას და ესე უნდა გაგრძელდეს დაუსრულებლად და ხალხს კონდეს ჯოჯოხეთი აი ამის მიმართაც მიჩნდება წინააღმდეგობა და ხო არ ვიცი ეს შეიძლება ასევე მიამიტობა არის რომ აი რაღაც გარედან ძალა ხო არის რომ ეს აი სამართალი თავის სანთელ საკმეველს არ დაკარგავს და ხშირ შემთხვევაში ეს სამართალი უნდა მოვიდეს გარედან ძალიან მაგარი არის რომ შიგნიდან კონდეს საზოგადოებას მობილიზაციის რაღაც ერთად დგომის წინააღმდეგობის გაწევის უნარი და თვითონ თავისი ძალებით დაამყაროს ისეთი წყობილება სისტემა როგორიც მას უნდა მას ეკადრება და ასე შემდეგ მაგრამ აი როდესაც ეგ არ არის ხო და ჩვენ ვიცნობთ უამრავ დიქტატურებს ბევრი რამით განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ბევრი რამე საერთო აქვს ეს საერთო არის აი ესეთი ცინიკური სისასტიკე ხო აი სრულიად ძალის გამომცლელი უსამართლობა ხო და აი ეს ყველა ნიშანი არის ამ ქვეყანაში ხო და აი რაღაც ესეთი კატასტროფა ხო მესმის რომ
არ შეიძლება ზოგადად რომ აი ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოში თუნდაც იმ სახელმწიფოში რაღაც უსამართლობის და იქ მიმდინარე მოვლენების გამოსასწორებლად შეიჭრეს. ეს არ არის ორდინალური ამბავი, მაგრამ არა, რატო არ შეიძლება ორდინალური არ არის, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ირანის მოსახლეობის დიდი ნაწილი შეიძლება არც გიждდებოდეს ამერიკაზე, მაგრამ ზოგი ამბობდა, რომ აი ამას კიდე რაღაცა დაგვეხმარეთ, ცოტა რას გუშობა. ხო, აი ამის თქმა მინდა, ეს მესმის ადამიანურად. მაგრამ მანდ არის რომ ერთი რომ იმსახურებს თუ არა აიათოლების რეჟიმი, მეორეა რომ რა გვინახავს უახლოეს ისტორიაში. ხო, რა გამოამერე. ხო. სადამ ჰუსეინი ტყუილ არ ვქნა, სადამ ჰუსეინზე დიქტატორი იყო, პირსისხლიანი იყო, საშინელი ადამიანი იყო და მე ერაყისთვის უკეთესად წავიდა საქმე თუ არა. იგივე ავღანეთში როგორ მაშინ თან იყო უფრო ხო ისეთი საკმარისი პირობა არ არის ეს რომ დაიწყო რომ მე კარგად დამთავრდეს. მაგრამ მაშინ თან იყო ეს იდეოლოგიური რა ერქვათ ნეოკონებს, ახალ კონსერვატორებს, რომლების ხედვაც იყო რომ დემოკრატია უნდა დავნერგოთ სხვა ქვეყნებში. ხშირ შემთხვევაში მიაწერენ ხოლმე უფრო პრაგმატულ და უფრო რაღაცა ნავთობის გამო და იმის გამო და ალბათ ეგენიც ასრულებდა როლს, მაგრამ ერთხელ ისიც მნიშვნელოვანი იყო ხმამაღლა რას ამბობდნენ და ალბათ რასაც ფიქრობდნენ, რომ სხვა ქვეყანაში შევალთ იქ დავეხმარებით, რომ დემოკრატია დამყარდეს და ჩვენც გვაწყობს ყველა აწყობს, რომ ეგრე იყოს. ამიტომ თქვათ ეგრე არ გამოდის, იმიტომ რომ დემოკრატიას ვერ ამყარებ ქვეყნებში, სადაც კიდევ ერთხელ ჩვენ გქონდა სამოქალაქო ომი ერთბეწო ქვეყანაში, სადაც ყველა ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, ერთი დამოკიდებულება გქონდა და ერთი რელიგია და რა მეზობლები ერთმანეთის დავჭამეთ მერე და იქ როცა არის 1000 ეთნიკური ჯგუფი, იქ sectarian violence რო ამბობენ ხოლმე რომ იქ სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის რელიგიური ნაპრალები, ეთნიკური ნაპრალები, ის ფაში ცხოვრობს, ის ქვევით ცხოვრობს, ის სოფლე რთულია რა და იმედია რომ ეს რაც ეხა ხდება ირანში არ არის უბრალოდ იმის მცდელობა რომ ჩამოშალონ იქაურობა. რო აი თქვათ მარტო და მე როგორც ხვდები მარტო კი არა და ძირითადად ატომური არაღზე არ არის, უფრო ნავთობის საკითხიც არის და გეოპოლიტიკური თამაშები და ასე შემდეგ. არ ვიცი. კიდევ ერთხელ მეც პატარა კაცი ვარ, რაც წავიკითხე იმას ვიმეორებ, მაგრამ ჭკუასთან ახლოს არის, მაგრამ აი მომავალ წელს რა იქნება? ხო, არა, ნუ ამას ვერ აიღებ შენ ამ პასუხისმგებლობაში ვერ აიღებ. უბრალოდ ხო უარს ვამბობ, მაგრამ არანაირი ემპათია და რაღაცა იმის მიმართ სიტყვაზე მართველი წრეების მიმართ იქ გუშინ იყო თავისი ხალხი ქუჩებში ჩახობს სახში სისხლის მსმელი კაცი ჭამიებია. ხო, ნახევარი საუკუნე რაც აკეთეს, ხო, აი ხა ამათ მიმართ ეს ვიცი რომ ეს ტიპები არ არიან გასახარებლები სიტყვაზე ჩემს პატარა სამყაროში, ჩემს თვალსაწიერში და მე რო ვწყვეტდი აქ. აი ოცნების დონეზე. მართველ პარტიას ქვია 15 წელი ჩვენს ქვეყანაში ოცნება და ხო შეიძლება ყველას გქონდეს რაღაც ოცნება. აი მე რო ჩემი ოცნებების ასრულება შემეძლოს და ერთ-ერთ საკითხად ეგ მოხდა, ხო? აი ამ ხელისუფლებას შევცვლიდი. ხო, გასაგებია ამ იმისდი ამით ბალისტიკური რაკეტების და რაღაც ავიამზიდების და იმის გარეშე, მაგრამ აი რო შემეძლოს ხო სიტყვაზე, ამ ხელისუფლებას მოვაშორებდი. ირანში ხო აი აიათოლების იმას. არანაირი ის არა აქვს, რომ აი გამართლება რომ რაც საზოგადოებაა ის ხელისუფლება ყავს. ხშირად არ რჩება ეს შტაბ-ბეჭდილება, ხო არის ეს გამონათქვამი რომ ყველა საზოგადოება იმ თავრობას იმსახურებს, რომელიც ყავს. არ არის ესე. არ არის ესე, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საეჭვო სენტენცია არის, მე თუ მკითხავ, იმიტომ რომ უამრავი ამ ავტორიტარიზმის და დიქტატურების მაგალითი ვიცით, სადაც კარგ, ნორმალურ განვითარებულ საზოგადოებას რაღაც ჯგუფი მოერია. ერთ-ერთი ასეთი არის, მე აი ხშირად მიწევს ხოლმე ჩვენი რადიოს ბელარუსული სამსახურის სტატიების გაცნობა და იქ საიტზე შეცვლა, ხო? და დაკვირვება მათ მწერლობაზე, ლიტერატურაზე, საზოგადოებაზე, წასულებზე, ადგილზე დარჩენილებზე. ხო? აი არანაირად არ იმსახურებს აი ესეთი რაღაც, აი ესეთი დაბლო ტიპის, ხო, ავტორი. ხო, აი ვერანაირად ვერ იტყვი, ან რა ტიპის პროტესტი ქონდათ იმ 2020 წელში, მაგრამ აი ესეთნაირად არის. ხო, რაღაც ჯგუფი განსხვავება ხა ყველა რუსი, ბელარუსი ეგეთი მაგას არ მომბობ ცხადია, მაგრამ თქო რუსებთან ერთად სულ გონია რომ ეხა დათვრება და მაინც კრემსავდა კი, მაშინ რაღაცა ის ექნება და ხო ხდები რა სამბობ რა რაღაცას გამოურევს რომ და зачем обсухоми თუ აი რაღაცას გეტყვის და ბელარუსებისგან არა გაქვს ხოლმე არც მაგის მოლოდინი და არც გამიგია როგორც ესე კაი ნაკითხი კულტურული რაღაცნაირი за вашу родину за нашу Грузию ხო არ забыли русский რაღაცა ნუ ეგენი არა ხო და თან ამას რო უსმენ ლუკაშენკას ხო აი და რო ფიქრობ იქ აი როგორი მწერლები ყავთ
საბჭოთა პერიოდშიც როგორი მწერლები ყავდათ ხო ის ვასილ ბიკოვი და კიდე სხვები ხო რეჟისორები ხო ბევრი რამე და უცბად ეს ტიპი რაღაც გამოდის ხო აღარ მინდა ლაპარაკი არანაირად არ იმსახურებს ეგ ხალხი ასეთ ტიპის მართველს ხო და ამ დროს აი ისევ და ისევ ახლა ძალიან ესეთი შაბლონური შედარება არის ხო არ გამოდის რა ეს მიუჰაუზენივით რომ ყველა შემთხვევაში რომ ხალხმა და საზოგადოებამ თავისთავი ამოიყვანოს ჭაობიდან ხო აი როგორც დიქტატურები ერთიანდებიან და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა აქვთ და ერთმანეთს ეხმარებიან და ჩვენ ვხედავთ ახლა აი ამ იმაში უკრაინაში მიმდინარე ამ საშინელ ომში რა ტიპის დახმარებას იღებს რუსეთი გინდა იგივე ირანისგან, ჩინეთისგან, კორეისგან და რაღაც ხო შეიძლება ეს ცოტა იქნება უკრაინას ეშულოს მაგ კუთხით რომ რაღაც ეს შაჰიდების ხო დრონების მაგ თვალსაზრისით კი მაგრამ ხო ხვდები რა ესეთი ის მრავალგანზომილებიანი პრობლემა არის იქ რომ შაჰიდების და რაღაცეების რაოდენობა მოიკლებს რუსეთის მხარეს, უკრაინის მხარეს მოიკლებს სხვა ის შეიარაღების იმის გამო რომ აქ უკვე უჩდება ამ დასავლეთს ამ ტიპის შეიარაღების დეფიციტი და ხო რის თქმა მინდა აი ეს ის კონსოლიდაცია რო აქვს ამ ავტორიტარულ რეჟიმებს და ამ დიქტატორებს და იმებს რაღაც ამ ტიპის ის უნდა კონდეს მეორე მხარესაც და ხშირ შემთხვევაში ხო ეს ქვეყანას მთავრობა კი წარმოადგენს მაგრამ შეიძლება რა ეს თავისი ამ მონსტრული იმით ოდიოზური სახით გვერდზე გაციოდა საზოგადოება იყოს ის ვისაც დახმარება სჭირდებოდეს და იმან დემოკრატიებმა და გაუწიონ ამ საზოგადოებას დახმარება ეს ჩემთვის ერთმნიშვნელოვანია ხო ვიღაც ტიპები ამობენ რომ აი სუვერენიტეტია და აბა სუვერენიტეტი რაღა არის თუ სხვა სახელმწიფო შეუძლია მოვიდეს და შიდა საქმეებში ჩაერიოს და ну ესეთი არის ხანდახან გამოუვალი სიტუაციები რომ მაგრამ იცი ირანზე აღარ მაქვს ლაპარაკი ზოგადად პრინციპზე არის ლაპარაკი იმიტომ რომ აქამდე ხო იდეაში ეგრე ვიყავით 90-იანი წლები 2000-იანი წლები ეხლა იცვლება სოფლიო წესრიგით რასაც ამბობენ ხოლმე რომ შეიძლება გამართლება ყოფილიყო რომ ეს სისხლისველი დიქტატორი არის აქ ხალხს აზის თავზე ჭამს და დავეხმაროთ ეხლა აღარ მუშაობს იმიტომ რომ მაშინ ვნახეთ რომ ჯერ ერთი ქვეყნებს ყოველთვის არ ქონდათ მაღალი მიზნები არ ამოძრავებდა იგივე ხა ამერიკას არ აქვს ძალიან კარგი ისტორიული სამხრეთ ამერიკაში ჩარევის ბევრი პრაქტიკა ანუ ჩაერივნენ და არ იყო კარგი რომ ჩაერივნენ იმიტომ რომ თლათ იმ ქვეყნის სასარგებლოდ არ მომხდარა ეს არამედ რაღაც სხვა ისინი იყო იგივე ყველას თავისი ცოდვები აქვს რომელსაც მე ხან რუსები წამოაძახებენ ხან ისინი რომ აი ხა მე რო აქ მეუბნები შენ არ იყავი ის რომ მაშინ იქ გააკეთა და თან ყველას აქვს პატარა ტკივილი მიღებული ან ვიეტნამისგან ან ავღანეთისგან სხვა ქვეყნებს სხვადასხვა დროს რომ რა გინდა რა სიმაშრები წერენ რა არა ეს ხო ის როგორი სიმბოლური რაღაცა არის რომ აი ეს სიგიჟეები ხდება და ჩვენც ამ თემებზე ლაპარაკობთ და დღეს 5 მარტი არის ნიკო სტალინის გარდაცვალების დღე იქ. ნუ არ ვიცოდი ალბათ რა იყო. ჩემი ხმრობა არ არის, მაგრამ სტოქსი ჩეინის ის სუნთქვამელებელის გახდა ის ხო 5 მარტს კუნცევოს აგარაკზე სხვათა შორის ასევე ეს გვაქვს ნიკო ფუფუნება რომ ჩვენს მაყურებელს შევთავაზოთ ნასტასია არაბულის ინტერვიუ ლაშა ბაქრაძესთან აი როგორ ყვდებიან დიქტატორები და რაღაც ესეთი 7 ჭკვიანური ღრმა საუბარი ამ დიქტატორების ბუნებაზე რას რატომ და როგორ აკეთებენ როგორ გზას გადიან და როგორ ამთავრებენ ხო ეს არის ძალიან ესეთი ჩვენ მაინც ნუ ამ იმად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს სტალინის ამბავი იმიტომ რომ თუ კი რამე დაგვაზიანა ჩვენ აი ამ თავისუფლებისაკენ და დამოუკიდებლობისაკენ ბრძოლის გზაზე აი სტალინის ფენომენმა რაღაცნაირად აი მისმა ქართველობამ და იმან რაღაც პატარა ელის კომპლექსმა რომ აი ჩვენმა თანამემამულებს ჩვენმა სისხლმა და ხორცმა რაღაც ისეთი ძალაუფლება მოიტანა რომ სამყაროს ბედს წყვეტდა და ქვეყნებს და კონტინენტებს აზანზარებდა და რაღაცა აი დიდწილად დაგვიჩაგრა და დაგვიჩრდილა ეს ისა სწრაფვა ენერგია ამ დამოუკიდებლობისაკენ აი ახლაც 35 წელია რამის გასული ჩვენი დამოუკიდებლობიდან და აი მაინც
ეს ტალღა დაბრუნდა ეს სტალინის რომანტიზების 90-იან წლებში ცოტა გახონებული იყო, მაგრამ ისევ და ისევ აი მე ვფიქრობ, რომ სტალინსადმი დამოკიდებულების გამო, ხო, რუსეთისადმი, საბჭოთა კავშირისადმი და ახლა კოლონია ვიყავით, ხო, რაღაც აი კოლონიალური წარსულისადმი, რაღაც აი ესეთი რომანტიკული დამოკიდებულება გვაქვს. აი ხო გეუბნები ტიპები თითქოს ახალი თაობის ხალხიც, ხო, რაღაცნაირად ისეთნაირად გელაპარაკებიან ამ სტალინზე, რომ აი მისი მემკვიდრეობა უფრო მნიშვნელოვანი არის, ვიდრე, რა ვიცი, აი ილია ჭავჭავაძის და ამ ვერაბ კოსტავასი და ზვიად გამსახურდიასი, ხო და ეს პატარა ამბავი არ არის. აი ახლა ეს რუსეთიც ხო ამ თავის რბილ ძალას, ხო, დიდწილად ამაზე აშენებს. ახლა რუსეთში არის ძალიან მობრუნებული ისევ და ისევ რაღაცას რომ აი ახლა უკრაინის ომიდან გამომდინარე და ჩვენსა და რუსეთს შორის ამ ურთიერთობის გამო ხო ხშირად გიწევს იმათი სტატიების კითხვა, რას წერს რუსული მედია და იქაური სოციოლოგიური გამოკითხვები რასაც ჩვენებს, ხო? აი ჯერ მკვეთრად შემოbrunდა ეს ბოლო 20 წელიწადი არის ეს სტალინის ისა ფიგურა დაბრუნდა. ყველაფერი რაც სტალინთან არის და პოზიტიურთან სტალინის პოზიტიური იმიჯთან დაკავშირებული წინ მოიწევს, რეიტინგებში ყველას უგებს, ყველა მეფეს უგებს, ყველა ცოცხალ და გარდაცვლილ პოლიტიკოსს უგებს. სტალინი აი სოციოლოგიურ გამოკითხვებში. ხო და იქიდან მოდის მერე ეს ხო გეუბნები ეს ტალღა გადმოდის ჩვენზეც და დიდწილად ამ სტალინის ქართველობას ეფუძნება ეს ახლა ეს რუსული გავლენები ხო ამ იმას სტალინის ქართველობას და მართლმადიდებლობას აი ეს ორი წერტილი გვაბავს ძალიან შენ წარმოიდგინე რომ სტალინი არ ყოფილიყო ქართველი მაგალითად სიტყვაზე და ყოფილიყო აი რა თურქმენი ყაზახი აქ ხო არ იქნებოდა ეგ ამბავი და არც ის დაგვემართებოდა ის 56 წელში რომ ყველა ზეიმობდა იმას, ყველა ერები ზეიმობდნენ რომ რაღაცნაირად ეს გათავისუფლდნენ და ეს ამოისუნთქა ხალხმა და რაღაცა და აქ ჩვენთან პირიქით ის იყო ხო გამოსვლები. კი გასაგებია რომ ამ იმან რაღაც პოზიტიური მოიტანა იმ თვალსაზრისით რომ ამ საბჭოთა მაშინდელმა რეჟიმმა აჩვენა ეს მონსტრული სახე და ვიღაცებს გაუჩნდათ რომ რა გვინდა ამ ხალხთან საერთოდ და იქნებ ვიფიქროთ ძალკე გასვლაზე და რაღაცნაირად ეს გამსახურდიას და ეს მერაბ კოსტავას ეს მე-10 კლასელები იყვნენ თუ დაამთავრებელ სკოლაში და მაშინ რო გაჩნდა ეს მათი მოძრაობა დიდწილად შეიძლება აი ამ პროტესტის გამოძახილიც არის მაგრამ ნუ მაშინ არ იყო ეს რომ ვითომ რაღაც ეროვნული არანაირი ეროვნული არ ქონდა სინამდვილეში ამ სტალინის კულტის ხილებას მოყვა ეს ამბავი ხო და ხო არ ვიცი ეს რას მოვაყოლე ხო რომ აი ამ დიქტატურები ყველა საზოგადოებას ყველა ერს აზიანებენ და უკანხევენ რაზეა ლაპარაკი ხო და ჩვენ განსაკუთრებით იმის გამო რომ აი სოფლიოში ყველაზე წარმატებული დიქტატორი ავტორიტარი იყო ქართველი ხო რა ვიცი ხო გეუბნები ეს იმის გამო რომ ძალიან ერთმნიშვნელოვანი არის რა გაუკეთა ქვეყანას ხო არანაირად ის არ უნდა იყოს აქ ვინმეს კუმირი მაგრამ ნუ არის ეს ცოტა პატარა ერის კომპლექსიც არის ხო რომ აი რაღაცაში ხო უნდა ვჭამდე და ხო ხო ეგეთი რაღაცა არის თეთრი რაღაცა ზედაქვედა გენერალისიმუსი რომ ხო გახდა ძალიან არ ხდებოდა მანამდე კიდე ესე იყო რაღაც ეს შინელი თუ რა ვიცი რაც ერქვა ხოლმე ესე იდგენდა არ იქცევდა რუხი პარაჯა რაღაც ხო ნუ ის შეხედავდა რაღაც ეს არის და ეს თეთრი ზედაქვედა რომ არის ძალიან მიუღებელი ხო იცი რა არის ფეშენ კუთხით ხო მაგრამ რაღაცნაირად ის თავის ულვაშებით ჩიბუხით ამ თმებით იმით რაღაც ხო იყო რა ახლა ის იყო ძალიან ესეთი დამამახსოვრებელი ის ქონდა რა გარეგნობა და ხო ახლა აღარავინ იმას არ კამათობს იმაზე ჭკვიანი იყო თუ არ იყო და ეს მაგარი იყო თუ არ იყო იყო რაზეა ლაპარაკი ძაღლები უყვარდა ანუ ჰიტლერს უყვარდა თავისი ის ყავდა და სტალინის და ძაღლების ამბავი არ გამიგია ალბათ ანუ არც ის მსმენია და არც ასე. ხო, ყოველ შემთხვევაში არა უკრძალავს. ესე ცადე რომ რაღაც დიდხანს გაგრძელდა სტალინზე და ეს გადმოვაგდოთ ხოლმე ჩაყარი ეგ. არ ჩავყარი მივიღე. ანუ ხო, კარგად გააგრძელე იყო. კი ბატონო. შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს ნიკო? რაზე? აი ის რომ რაღაც ტიპის ძაღლების გამრავლებაზე ცხადდება მორატორიუმი. ახლა მოგახსენებთ ეს რა? რა ტიპის ანეკორსო არ ამიკრძალავ, თორემ ხალი არ შევა სახში. უყურე ესეთი რაღაცა არის. პირველი ივლისიდან. პირველი ივლისამდე შეგვიძლია.
ვიმოქმედოთ. 3 წლით ცხადდება მორატორიუმი. ესე იგი, შემდეგი ჯიშის ძაღლების გამრავლებაზე. ჰასკი, ლაიკა, მალამუტი, ამერიკული პიტბულ ტერიერი, ფილა ბრაზილიერო, სტაფორდშირის ტერიერი ალბათ, არგენტინული დოგი, ტოსა ინუ, კანე კორსო და სტაფორდშირ ბულ ტერიერი. ხო, უყურე, ესე იგი, პოტენციურად მომეტებული რისკი, სხვა ჯიშის ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვა. იცი რა არის, ახლა მე დიდი ის გარკვეული არა ვარ ძაღლებში და ის ზოგადად ძაღლები მიყვარს. მაგრამ უყურე, ყველაზე ხშირად სადაც მე დავდივარ და ან ვარჯიშობ, ან სეირნობ და რაღაცა, ყველაზე ხშირად ხვდება ჰასკის ძაღლები და მომრავლებული და თავი უპატრონოები თუ პატრონიანები. უპატრონოები, მაგას ისეთ ცისფერი თვალები და იყურებიან და იცი რა, იმის გამო რომ რაღაცნაირი ლამაზები არიან, სხვანაირი თვალები აქვთ, აი რაღაც მოვლილობის, რაღაც საზოგადოებაში ინტეგრირებულობის, ვერ გამოვთქვი, შთაბეჭდილებას ტოვებენ, სრულიად ის არის გულის მომკვლელი არის, რომ ხედავ რომ ის არის, მიუსაფარია მაწანწალა არის და რაღაც ესეთი არის და ხო, და ეს მართლაც პრობლემა არის, როგორ ჩანს. იმის გამო რომ არ ვიცი, ხო გეუბნები, ესეც რაღაც ჩვენი ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი არის ეს პატივმოყვარეობის ამბავი, რომ მაინც და მაინც ძაღლი შენი სტატუსის გაგრძელება არის, უნდა იყოს დიდი, უნდა იყოს ჯიშიანი, ძვირადღირებული უნდა იყოს, აგრესიული უნდა იყოს. უმეტესობას ეს ამის გამო უნდა ძაღლი. არა ის როგორც არსება. ყველაზე არ ვამბობ, რასაკვირველი არის ხალხი, რომელიც ამ თავის და ვიცნობთ და ყავს მეგობრები, რომლებიც ამ ძაღლის გამო თავს გაწირავენ და რო შეეძლოთ, აი ბოლო წუთები რო აქვს და რა ვიცი, თავის ორგანოების ტრანსპლანტაციაზეც დათანხმდებოდნენ, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ამას ზედაპირულად უყურებენ და რაღაც აი თავისი სტატუსის შესავსებლად აქვთ, ხო? და მე აღმოჩნდება რომ ეს რეალობა სხვა რამე არის, კაი, ერთხელ წაიმარიაჟე, ორჯერ წაიმარიაჟე, შეხვდა უამრავი პრობლემა, მისი ჯანმრთელობა, მისი ფიზიკურად ყოფნა, მისი მოვლა, მასზე ზრუნვა რაღაც იქით აქეთ და მოიშორებ, ყველაზე მარტივი ის არის, წაიყვან, ან ქალაქიდან გაიყვან, ან თბილისის მაგას მე ვიჯობია რომ დააძინო, იმიტომ რომ რაც წამიკითხავს, არის თუ სახში არის გაზრდილი, იქ არაფერი კარგი არ ელოდება, ანუ რაღაცა ვერ გადარჩება მაინც და არ ვიცი, მე როგორც წესი, რასაც ხო და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ის ჩარევა, რომელიც სიტყვაზე აღმაშფოთებელი იყოს. ანუ არ ვიცი რა ზუსტად სტატისტიკა რა და როგორ არის, მაგრამ იწვი მაქვს, რომ ვინც ნახა სტატისტიკა საჭირო იყო და იმიტომ გააკეთეს. როგორც წესი, ძალიან ადვილია რომ რაღაც ის აკრძალვის ან რამე ინიციატივა თუ წამოვიდა ზემოდან, მაშინვე რომ არა, ეს როგორც ჩანს, არის პროტესტის ჩასახშობად არის. არც თავისუფალი მედიის, არც თავისუფალი სიტყვის და ალბათ საჭირო არის. ის ძალიან ის არის, მოწყვეტილი არის, გასულია მომსახურების ზონიდან ქორიძემ, ვიცი ის არ არის გულგრილი ძაღლების მიმართ. არ არის? არა. არასდროს ჩემთან ძაღლებზე არ ვლაპარაკობ. ქორის ყავდა გადასარე 12 წელი ძაღლი. ხო, არ გილაპარაკიათ ხო მაგას ვამბობ. გაცილებით უფრო მეც ვლაპარაკობდი, რაც სხვა თემებზე, ვიდრე შენ. ლაბრადორი, ხო? რომელიც უნდა ხო, უკვე ისა კასაკი არა, 12 წელი ახლა ადამიანისთვის რო გადავიყვანოთ. 14 არის, 15 ლაბრადორისთვის პიკი უკვე. ხო და მოკლედ სევდის შემოტანა მოგი. არა, სევდიანი არის. ხო გეუბნები, გეგონება აი მაგალითად ეს ყველა ძაღლს ის სევდიანი თვალები აქვს, მაგრამ ეს ხო და ეს ასკიც ახლა რო უყურებ, რო ეს რაღაც ახლა მიჩვეული ხარ, რომ რაღაც ეგეთი ის არის რა, აი ზღაპრიდან გადმოსული თან ესეთი ჩრდილოეთის ქვეყნების ზღაპრიდან რაღაც ის და სრულიად ესე მიტოვებული არის ბედის ანაბარა. დარწმუნებული ვარ, რომ ისა თავის გატანაც უჭირთ ამ ჯიშიან ძაღლებს, უფრო მეტად უჭირთ ამ იმაში, ქალაქის და ამ ურბანულ გარემოში. ხო, იმიტომ რომ რაღაც სხვანაირად გამოყვანილი და სხვანაირი ინსტინქტების და გამძლეობის ისინი არიან და მათზე ზრუნვა ხო საჭირო არის. შავყურა თეთრი ბიმი წაგიკითხავს ამ ფილმი გინახავს? კი. ბელი ბიმ ჩორნეო როგორ არის? ხო, ბელი ბიმ ჩორნეო. საერთოდ ფილმი იყო და მე წიგნი მაქვს წაკითხული და არის გულის მომკვლელი. გულის მომკვლელი ტიპს ყავს ძაღლის ბიმი, შავყურა თეთრი ბიმი, რომელიც დაიკარგება. მთელი წიგნი ეძებს ან ფილმი გააჩნია რომელი გახანახი და აი ბოლოში რო იპოვის იქ მოკლავენ თოფით ამ ძაღლს და ეგრე თავდება. რატო დამოსპოილერე? ანუ ძალიან ძველი ფილმია საბჭოთა. საბჭოთა ის არის, ახალი ის არის. მოკლავენ
ძაღლს კლავენ ბოლოში და ეს რაღაც ესე უყურებს და ბოლოში ტირი ხარ, ანუ მაგიტო არის რომ რაღაც აუტურგენიევეს ხო ის რო არის მუმუს რო აღჭობს ის გერასიმი და ხო იცი მაგაზე ღადავი ის არის იმას გავს ეხა ჯარისკაცის მამის პონჯერი ბოლოში რომ ის იყო იპოვა და იქიდან ხმა ისმის და რა ის საბჭოთა პერიოდში ძალიან მოსული იყო ეგეთი ბავშვური ფილმები და ისინი გულის მომხრილი რომ ტირილით მოიკლავდა ანუ ეს იმენა თაობები არის და მაგდანას ლურჯაც მაგ სერიიდან არ არის მე ბევრი მიფიქრე არა მაგდანას ლურჯა წიგნში რჩება ლურჯა მაგდანას ხო და აქ ფილმში ართმევენ სულ მეგონა რომ რა საჭირო ფილმს ვერ ვიტანდი მაგის გამო და მე მივხვდი რომ ფილმი უკეთესია რა შედარება მოთხრობა არის ერთი ბეწვა ძალიან აი ეს ემოცია ის სასპენზი არ გეზრდება ასე ვთქვათ ის აი ჩართულობა და ის ემოციურად არის და იმაში მე მახსოვს იმას ჩემმა უფროსმა შვილმა რო უყურა მაგდანას ლურჯი არა იტირა და რო ამშვიდებდი რატო ტირი ხარ რომ ბებია მეწოდებაო ბებიამის ანუ როგორი გადმოტანა მოხდა ხო და ამ იმაზე ტურგენევის მოთხრობა როა ძალიან ცნობილი და ბევრი ანეკდოტის პერსონაჟი ეს გერასიმი რომ გერასიმი მუნჯიკაცი და ხო ნავით გაიყვანს და იქ ტბორში მდინარეში დაახჭოს და მაგაზე სპოილერებს და მე-19 საუკუნის ღადავი არის ნავი და ნავში მუმუზის და რაღაც ისი არ წავიდა ეგეთი ამბავი არის და ისიც ტრაგიკული ამბავია მუმუს რო აღჭობს თუ სწორად მახსოვს მეგობრები არიან ძალიან ისე კი არ აღჭობს რომ ხო განა სისასტიკის გამო აქვს რაღაც იძულებულია რომ გააკეთოს ბოლოს იმიტომ რომ ხო და ეს აკრძალვებს ჩვენ ახლა ამ ამბავში მოკლედ ვხედავთ რაციონალურ მარცვალს აკრძალში და აკრძალვაში თორე ჩვენ თავისუფალი ხალხი და თავისუფლების მოყვარული ხალხი დიდად არ მივესალმებით ყველაფრის აკრძალვას და დაწესებას. არადა უამრავი რამე იკრძალება ნიკო. სადგადადი ხარ ხა აღარ მახსოვს რა თემაზე ვილაპარაკეთ რომ შევეხებითო და რას აი როგორ რას თუნდაც ის რომ აი მაგალითად ბიზნეს ესე თავისუფლად აღარ იქნება ეს პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა იმას გრანტების შესახებ კანონში გრანტი ნებისმიერი სახის ცოდნა იქნება ფულთან იქნება აპარატურასთან იქნება გამოცდილებასთან დაკავშირებული რაღაც ის ყველაფერს თავისი რეგულაცია უწესდება მე აქ ერთი ხო აი კიდე ფასების აკრძალვამდეც მივლენ მე ვატყობ ეს კომისია როგორც მუშაობს ხო მეთქი სად მიდის ხო ფასების აკრძალვამდე ყველას უნდა რომ იყოს სიაფე ახლა ესეც როგორც ისეთი ამბავი არის შენ მეწარმე ხარ ან რაღაცის მწარმოებელი ხარ დაუშვათ მაქვს თონე ხო ან მაგალითად ისა ფერმერი ხარ და მოყავს ატამი აქ ის იაფდება კარგია ცუდი ან მევენახე ხარ ან სიტყვაზე შენი ღვინო იაფდება ძვირდება ხო ესე არ არის აი ეს არის რაღაც აი როგორ გითხრა ძალიან მარტივი და მარტივად გამოსააშკაროებელი პოპულისტური ნაბიჯები არის სიგიჟია სისულელია ლაპარაკი თავისუფალ ქვეყანაში თავისუფალი ეკონომიკის ქვეყანაში ფასების რაღაც გაიაფებაზე ფასების გაიაფება კი ეკონომიკის გაზდაზე კეთილდღეობის გაზდაზე უნდა იყოს ლაპარაკი ფასები აი როგორ გითხრა რა ხან გაიზრდება ხან შემცირდება ძირითადად ყველაფერი ძვირდება ხო არ არსებობს რომ რაღაცნაირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში უარყოფითი ინფლაცია იყოს რაღაც ქვია ამას ხო და ფასები მცირდებოდეს განუხრელად დრო გადიოდეს და შენ ამბობდე რომ აი ბიჭო გახსოვს 5 წლის წინ ბიჭო რომ რაღაც ისა ხიზილალა $100 რო ღირდა წადი ახლა და 10 ლარად არის არ არსებობს $100 რო ღირდა გახდება 200 ჩვეულებრივი ამბავი არის ეს ეკონომიკის ამბავი არის ეს და მთელი ძალისხმევა უნდა დაიხარჯოს იმაზე რომ ბევრი ადამიანი იყოს დასაქმებული, ბევრი შემოსავლიანი სამსახური იყოს და ასე შემდეგ. თორე ბოლოს მივლენ რომ ვიღაცას მიაკაჩავებენ და იტყვის რომ რაღაცა და ოღონდ ეგეც ხო იქ დროებითი იქნება. წარმოუდგენელი არის რომ რაღაც დარგმა იარსებობს ესე ფასებს ამცირებდეს. აი ვიცი მე ერთი კვირა ბობოქრობდნენ ფასებთან დაკავშირებით შევარდნენ გამოვარდნენ და ბოლოს შედეგი იყო რომ კვერცხის ფასი შემცირდა 10%-ითო. ისიც ისე რა. ხო, მაგრამ აი ნახოთ ახლა ეს არის ისევ რა მოკლე მეხსიერებაზე გათვლილი რომ აი ახლა ეფექტურია გაიგე რომ ვიღაცა ამბობს რომ 5%-ია თუ 10% შემცირდა, მაგრამ ერთი წლის მერე რა იქნება, რა ფასი იქნება ნახოთ.
ხო? და ბოლოს მივლენ, იმიტომ რომ ეს აკრძალვა არის ძალიან ვიღაცის ტიპს რომ ეთქვი მიაწვევი და ის იტყვის რომ აი იმ რაღაცას დავკარგავ, ამის მირჩევნია დავთანხმდე და თავი დაუქნიო თუ ბოლო გამოსავალი არის ეს ისა ან ფასების იმას აკრძალავენ გაზრდას, ან კიდე ამ საკითხზე ლაპარაკს აკრძალავენ. არც ეს არის გამორიცხული. შეიძლება კანონი მიიღო, რომ არ შეიძლება დაიწუწუნო ფასებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს ნიშნავს უკმაყოფილებას ხელისუფლებით და ხელისუფლების უკმაყოფილება არის იგივე რაც მისი რაღაცნაირად არ აღიარება, რომ კარგად აკეთებენ საქმეს და ამიტომ ტროტუარზე რომ დადგები, გაგიტაცებს ვიღაცა, რომ იქ ხელი შეუშალე ადამიანს გადაადგილებაში და თან კიდე ყველაფერი ჩავთე რაც ვიცოდი. ხო, აი კიდე ის აკრძალვის ამ იმიდან სპექტრიდან ის ხო ბიზნეს ხო თან როგორი რას კრძალავენ კიდე იცი ნიკო იმას არა ის ცეკვას ხტავა. სისტემურად რო არ აღიარებ ხელისუფლებას სისტემურად რო არ აღიარებ ხო ისა უსისტემოდ თუ არ ვაღიარებ შეიძლება. ხო და ეს ხო ხო აი ეგ არის ანუ ესე იგი შენ პირად საუბარში თუ ამბობ სიტყვაზე რაღაცას რომ აი მე არ ვცნობა ამ ტიპს რაღაცას მაგრამ შენ რაღაც ძალისხმევას გასწევ ან რაღაც კონფერენციას მოაწყობ ან სადღაც მიტინგზე მოკლედ რო წავიკითხე ეს კანონი და რაღაცა ჯერ ძალიან ზოგადი არის ხო ფაქტობრივად მიტინგზე რო გამოდიან ტიპები და მიტინგზე რასაც ლაპარაკობენ ხო ეგ არის ყველაფერი ექცევა მაგ-კანონის. ყველა ჩიოდა მაგაზე რომ ახლა რა აზრი აქვს, მაგრამ მაინც იგივე გრანტების კანონში და აქ არის ძალიან ზოგადი და ბროში გამოიყენება ან შეიძლება გამოიყენებოდეს რაღაცისთვის და შეიძლება გამოიყენებოდეს რა არის და ხო, ფაქტობრივად სპეციალურად არის ეგრე. ნებისმიერი დახმარება, ნებისმიერი ჯიმი სპეციალურად აკეთებენ ეგრე. ხო, მე მგონი. მე მგონია რომ ეგრე აქ ქონდათ დროა მივხვდეთ. დროა მივხვდეთ. კიდე კომენტარები წავიკითხო თუ დაგჭე კიდე რამისა თქვა, იმიტომ რომ გავიდე 1 საათი ჩემ გულში. ვითომ? შეიძლება არც. ხო, არა, ეს არის რომ ნუ მოკლედ ეს აკრძალვა არის ძალიან ესეთი დიდი ცდუნება რა, რომ პრობლემას ჭრი ძალიან მარტივად. ახლა ის რომ ჩვეულებრივი რა როგორ გითხრა, შენი ლეგიტიმაცია ხო? თუ მოქალაქე აყენებს შენს ლეგიტიმაციას ეჭქვეს და შენთვის ეს ძალიან მტკივნეულია და იმდენი მოქალაქე არის ასეთი რომ შენს ლეგიტიმაციას ეჭვის ქვეშ აყენებს ხო? სხვა რა არის ლეგიტიმაცია? შენს ლეგიტიმაციას აქვს პრობლემა, ამას დაჭერა და ის კი არ უნდა და თუ არ არის ამდენი ადამიანი და თუ ეს უმნიშვნელო არის, მაშინ რა საჭიროა ამაზე კანონის მიღება? ხო ეგეთი რაღაცა. აი ძალიან ლოგიკური ამბავი არის. აი შენ რაღაცას მიაქცევ ყურადღებას, აი მაგალითად ვიღაცა მოგცა შენიშვნა, ხო? მაგრამ თუ ეს 10 წელიწადში, 5 წელიწადში მოგცა 5 ადამ კაცმა ეს შენიშვნა, რომ ნიკო რაღაც ეს საყელო ცუდად გაქვს შეკრული. მაგრამ და ამას არ მიაქცია ყურადღება. აი ესე მომწონს მე შეკრული. მაგრამ თუ ყოველდღე ამას გეუბნება შენ ვიღაცა ბევრი ადამიანი, შინაური, გარეული და მე დავაბრახუნებ მუშვის აღარ მითხრათ. ხო და შენ ამაზე ლაპარაკს აკრძალა, ხო? ხო არ არის ლოგიკა. ანუ თუ ეს ადამიანები ცოტა არიან, ნაკლები პრობლემა გექნება და შეგიძლია დაიკიდო. თუ ბევრნი არიან, მაშინ უნდა დაფიქრდე, ხო, რომ რაღაც იქნება არა მაქვს სწორად და ხალხს ვაწუხებ ან რაღაც შემი. ხო, მესოდინება რომ რაღაცა არასწორად მაქვს, იმიტომ რომ ძალიან მაზარია ბიზნესაც ზღუდავს ახლა კანონები მიიღეს, რომ ბიზნესი არ უნდა იყოს პოლიტიკურად აქტიური და პოლიტიკურ იმეებში არ უნდა ხარჯავდეს ფულს, არ უნდა გამოყავდეს პოზიციას პოლიტიკური იდენტობით არ უნდა იყოს დაღდასმული მისი საქმიანობა და ზოგადად რო ვთქვათ ესე რომ გავამარტივოთ ხო და ძალიან მაზალუ არის რომ ჯერ ერთი თვითონ ის ხელისუფლების ნებისმიერი შტო რო ავიღოთ გაჯერებული არიან ბიზნესმენებით და საერთოდ ის ამ ხელისუფლების მთავარი ხერხემალი და ის ახლა ხო გვახსოვს ვინც არის და ძალიან საინტერესო არის ეს სოციალური ქსელების უამრავი მინუსი არსებობს, პლუსი ის არის, რომ დაგუგლავ, დასერჩევ და მოძებნი, სადაც იმეს თავისი ამ პოლიტიკური კარიერის დასაწყისში როგორ ამუნათებს უკვე ძალამოკრებილი მე პრემიერ-მინისტრი და ახლა საპატიოს თავმჯდომარე მმართველი პარტიის ბიზნესმენებს, რომ სათანადო პოლიტიკურ აქტივობას არიჩერთ არც საზოგადოებრივ სივრცეში და არც თვითონ შიგნით კოლექტივში, რომ თქვენს თანამშრომლებს დაელაპარაკოთ და აუხსნათ, რომ როგორ შეიძლება ესეთი პოლიტიკურად ის იყოთ ბეცები, სიტყვაზე ქვეყანაში ეს ხდება და ამაზე
სათანადო პოზიცია არ ქონდეთ და ნუ ძალიან სასაცილო არის ახლა რა. საერთოდ ესე არის, როდესაც ისა გინდაც პოლიტიკურ მოღვაწეს, გინდაც საზოგადოებრივს, გინდაც ბიზნესმენს რაღაც ერთ სფეროში, ერთ თანამდებობაზე რო გაუხანგრძლივდება ყოფნა, რაღაცნაირად მე თავის თავს ებძვის იმ ძველს. ხო, და აი ახლა ამას ვხედავთ ჩვენ ყველანი. ხო, ოღონდ იმის გამო რომ ჩვენ თავს ხდება, რაღაცნაირად ძალიან სახალისოც აღარ არის. ჩემო ნიკოლოზ, აჰა, მივედით, ჯერ არავის აუკრძალავს კომენტარების კითხვაც. შეგვიძლია მადლობა რომ დამთე ნება კომენტარი. მადლობა რომ დამთე ნება წამეკითხა კომენტარი. ალბუს დარკი, მადლობა ასეთი კაი ეპიზოდისთვისო წინაზე, პირველ რესპუბლიკაზე რაც ზრდ ვილაპარაკეთ, ვისი ამონეთ, რამდენი ახალი რამ გავიგე. არც ზედაპირულად ვიცოდი, ახლა ისტორიაო, ჯიმი ისეთ დეტალურ სიღრმეებში ჩადის საქართველოს ისტორიაში, ეჭვმობს ძალზედ საინტერესო იქნება მასთან 1-2 ჭიქის დალევაო. ალბათ, მე არ დამილევი 1-2 ჭიქა ჯიმისთან. ქორი, შენ დაგილებია ჯიმისთან? მე ავსო. ჯიმი ხო რესტორნების საინტერესო ისტორია ხო რა არა. ჯიმი რესტორნების ცნობილი სალახანაა და ქორის არ დაულე. ნინო გვარჯალაძეში ვის რაზე გვალაპარაკებენ ხალხო, მარო მაყაშვილის გამართლება. ხო, არა, ნუ წარმოუდგენელი ამბები არის. ლილუძიმის ტარაშვილმა მოგვიწონა თითქოს მიამიტური კითხვები და გაზეპირებული პასუხები წინაზე ეს თქვა, კატეხიზმი მოქონდა რომ რატო ეს მოხდებათ. შეშტარულად კითხულობდი და შენ პასუხობდი. ნიკო, შენ გამოგზავრების პრობლემა არ ქონია, იმიტომ რომ ჩვენი მერი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩარჩენილი იყო და მოფრინავდა. ჩამოფრინდა, ხო ძალიან უნერვეულია, მინდოდა რა. ჩამოფრინდა. დროზე მოусრე, თორე მიეჩვეოდა ქალაქი უმერობას. თქო და რაღა გვეშველებოდა მერე. მამუკა გაბუნია თავისუფლება თუ ბრძოლი და თავდადებით არა მიღწეული, ხონჩით მორწმეულს დაფასება არ აქვს. ისე ადვილად შეიძლება ადამიანი როგორ უბრძოლველადაც მიართვა გარემოებამ. ხო, მოიცა. ჰილერი მეკითხება, მეც Pixel 7-ის მომხმარებელი ვარ და შენიც გამაღიზიადებელ სწრაფად ჯდება ხოლმეო. სადღაც დღის ბოლომდე არ აღწევს ხოლმე მაინც ახლა. ხო, მაგრამ ახლა თუ ინტენსიურ აღა მე Samsung-ი მაქვს, მაგრამ Pixel-ს უფრო ძლიერი ელემენტია. არა, ნაკლებად ძლიერი. ახლა როცა სოციალურ ქსელებში ხარ ან რაღაც ვიდეოებს უყურებ, ის ჯდება რა. ნუ ეხა არის 40%-ზე მაქვს. გეტყვის screen on time-ით იზომება ხოლმე, ანუ შეიძლება თუ არ ჩართეს 5 დღე გქონდეს და არ მოჩეს არასდროს და აუ შენ სულ თამაშები და სულ რაღაცებს უყურებ და ისა რანაირად გაგიძლებს დღის განმავლობაში. ნუ მაინც შეეძლო რომ რაც 3-4 საათი მაქვს ხოლმე screen on time-ი, რაც არ არის ცოტა არა 5-6 არის ხოლმე თანამედროვე იმეებს. თუ წინაზე რომ დამიწეროს რომ ჩინური არაფერი ვარ გავა, თუ ის Xiaomi-ები და ისინი გაქვს silicon carbide რაღაცნაირი ახალი ელემენტებია, რომელიც იმავე ზომისა გაცილებით მეტ სიტევს და ველოდებით როდის გადავალთ მაღაზიაზე. რატო გამოვხდით ტელეფონი, კიდე რამე კომენტარი უნდა წამიკითხო. გიორგი ტალახაძემ შვილი რომ ეყოლება, ყველა თქვენი გადაცემის ყურებას ვაიძულებო, მიუხედავად ისე რომ პირადად არ გიცნობთო. ადრე რო ეკითხათ ჩემთვის კუნძულზე ვისთან ერთად წახვიდოდიო, მოგვისმინე ქორი რა. სიდნის მის ვიტყოდიო, მაგრამ ეხლა ჯიმი და ნიკოს დავასახელებ. აი, ანუ სიდნის ვინი გერჩივნოს. და შვილები რო გაიზრდებიან, მე ის კავთის ხევში არ წაგვიყვან ჩვენ და ხედავ ხალხ. არ ვიცი. რთული არის ისა. შემდეგ ჯერზე გეტყვით. ვისთან ერთად წახვიდოდით კუნძულზე, მოდით თქვენ თქვით. ანუ მაყურებელს მოვეთანხმდით. ალბათ გაჩნია რამდენი ხანი და რომელ კუნძულზე. გაჩნია რამდენი ხანი და რომელ კუნძულზე. თუ უკაცრიელ კუნძულზეა ლაპარაკი და არ ვიცით როდემდე ვიქნებოდით. ხო, ანუ ერთი ტიპი თუ უნდა ავარჩიო, რაღაცა ეს რო იყოს რა. თან კაი ხასიათის რო იყოს და თან რო შეეძლოს გადარჩენა. ხო, აი ეს ფილმი თუ გინახავთ, Send Help, სადაც უკაცრიელ კუნძულზე ხვდებიან, თავიდან თვითმფრინავი ჩამოვარდება, Sam Raimi-ის ფილმია. Sam Raimi არის რეჟისორი ფილმებისა, ზლავეში ემირტვიცი, იგივე Evil Dead, ადრე და ნუ ისე Spider-Man-ის რეჟისორიც არის და Drag Me to Hell, ანუ ჰორორებიც აქვს გადაღებული, თან იუმორი აქვს და თან ესეთი თავის სტილი აქვს რა, რომ ბევრი ის არის, სისხლს ხამენ და ფლუიდები და ასე შემდეგ. Rachel და მე რა ხდება ფილმზე? უკაცრიელ კუნძულზე ჩამოვარდებიან, ანუ სპოილერი არ არის, ეგრე იწყება და ტრეილერშიც არის ეს ყველაფერი, ორი ადამიანი
თანამშრომელი და მისი ბოსი, რომელიც ეს თანამშრომელი არის რეიჩელ მაკადამსი თამაშობს მის როლს. ხო არ ურავე ხა ჩაწერე რო ხო რომელიც არის რაც survival ტიპი იცის როგორ გადარჩეს და მისი ბოსი არის რაღაცნაირი დიდარი მამიკოს შვილი. და ამათი დინამიკა არის, კამერე როგორ შეიძლება. მოკლედ რეიჩელ მაკადამსის პერსონაჟთან ერთად ჩამოვარდებოდი, მაგრამ ისიც ორივენი მაგარი გიჟები არიანი, კარგს რომ ბოლომდე არ ვიცი, არა მაქვს პასუხი მაგაზე. მოდით დაწერეთ. თქვენ ვისთან ერთად წახვიდეთ უკაცრავ კუნძულზე ერთი და მეორე რას აკრძალავდით? აი, იმას უყურე, Sinners და უყურე? Sinners კაი ფილმია ძალიან. უყურე? კი. შენ არ მოგეწონა? აუ, შემახსენე, მეც მოვძებნე. ბლუზი. უყურე, კი. რა, კარგი იყო. 16 ნომინაცია ოსკარი და კარგი იყო ამერიკულ კულტურაში და ამერიკულ ფილმში რაც სამხრეთი და ეგენი რაც არის მე ძალიან მომეწონა. ერთ-ერთი ფილმი იყო რომელზეც ვფიქრე რომ ჰორორი არ ყოფილიყო კიდევ უფრო დიდი სიამოვნებით ვნახავდი მე მგონი ანუ ის ელემენტები რო არ ყოფილიყო ზებუნებრივი ისედაც კაი ფილმი იყო თავიდან რა. ის ჰორორიც ნუ დიდად არ იმაშვება. ხო, ცოტა ის საშიში არ არის არა, ხო, ის ცოტა ის არ მომეწონა ეს ანუ აიმე არ უნდა მომეყოლა? ანუ ბოლოში ხდება ეგ რატო ელემენტარული არის სპოილერი არ უნდა უთხრა. ხო, ჩაუწიე ესა რომ ვერ მიხვდნენ რა თქვა. დასაწყისი და პირველი მესამედი შეიძლება და იქნება დაждდება ადამიანი და არ იცის რა მოხდება. ანუ დამნაშავე ვარ. კაი.